აიდან პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი 50%-იან ზღვარს წინასწარი მონაცემებით ვერ გადალახავს. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოფო ზურაბიანი საუბრობდა პარიზიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი ვაშინგტონში ვიზიტი დაასრულა. ნიკა გილაური ვიზიტის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორს კრისტინ ლევილს შეხვდა. საუბრის დროს ლევილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ეკონომიკის ზრდის მაღალ მაჩვენებელს, დაბალ ინფლაციასა და საბანკო სექტორში არსებულ ჯანსაღ მდგომარეობას. ვაშინგტონში მყოფი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე კი საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით კოსტა-რიკის, პანამისა და გვატემალის ფინანსთა მინისტრებს შეხვდა. Purpose of the agreement between Georgia and the United States, finding time to meet with me and my delegation is how did this bring? Ღინიშნა რამოდენიმეჯერ ამ შეხვედრაზე რომ საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ჯანსაღია დღეს მსოფლიოში და განსაკუთრებით ხაზი იყო გასმული ბიუჯეტის დეფიციტზე, დაბალ ვალზე, რაც საქართველოს გააჩნია, მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, დაბალ ინფლაციაზე და კარგ ჯანსაღ საბანკო სექტორზე. ანუ აი ამ პარამეტრების მიხედვით საერთაშორისო სავალუტო ფონდი თვლის, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ჯანსაღია დღეს მსოფლიოში. ეს არის ცალსახამკაფიო და გულწრფელი მხარდაჭერა ყველა იმ რეფორმისა, ეკონომიკურ რეფორმებზე და ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბარი, რომელიც საქართველოში ხორციელდება და ეს გაიჟღერა ყველა შეხვედრაზე, რომელიც ჩვენ გვქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მეორე ეს არის ინტერესი ჩვენთან განხორციელებული რეფორმებისადმი. To meet with Prime Minister Gilauri. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორს მე მქონდა ბედნიერება შევხვედროდი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს. ჩვენ რიგ საკითხებზე ვისაუბრეთ. პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკაზე, წინსვლაზე ამ სფეროში. ჩვენ ასევე გავაგრძელეთ დიალოგი, რომელიც დიდი ხანია საქართველოსთან დაწყებული გვაქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის არსებობს ძალიან კარგი ურთიერთობა და პარტნიორობა. თქვენ ასევე იცით იმ პროგრამის შესახებ, რომელიც ფონდმა საქართველოში დაამტკიცა. ამ პროგრამის მიხედვით თქვენ ფონდისგან სესხი აღარ გჭირდებათ. ჩვენ ვართ პარტნიორები და თუ დაგჭირდებათ დახმარება შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს ფაქტი იმის დასტურია, რომ საქართველოს საკითხებს სწორად ჭრის და სწორ პოლიტიკას ატარებს.